მოგესალმებით აპოლინე სამყაროში. დღეს ძალიან გემრიელი ხოვლა მაქვს თქვენთვის, რომელიც არის ნიგოზის და ქოქოსის გულსართით. ხოვლა არის ძალიან მარტივი მოსამზადებელი და აქ ჭირდებათ ბევრი ინგრედიენტები. მე მოვამზადებ ნახევარ პორციას, რისთვისაც მჭირდება 300 გრამი ფქვილი, 1 ძალი კვერცხი, 100 გრამი ცივი კარაქი, 100 გრამი არაჟანი, 3 სუფრის კოვზი შაქარი, ციკვი მარილი, 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი და ვანილის ექსტრაქტი, ან უბრალოდ ვანილი. პირველ რიგში ფქვილს დავუმატებ ძალიან ცივ კარაქს. როგორც ხედავთ, ჩვენთან ესეთებიც ხდება. კარაქი უნდა იყოს ძალიან ცივი. ესეთი ხელის მოძრაობით უნდა შეეცადოთ, რომ ფქვილი და კარაქი ერთმანეთში აურიოთ. უნდა მიიღოთ ფხვიერი მასა და ამისათვის არის აუცილებელი ძალიან ცივი კარაქი. როდესაც ერთმანეთში კარგად აურევთ, გადადგეთ გვერდზე და ცალკე თაში მოათავსოთ კვერცხის გული და უმატეთ შაქარი, მარილი, 100 გრამი არაჟანი და უმატებთ ვანილის ექსტრაქტს. მე ვანილის ექსტრაქტს უმატებ იმისათვის, რომ აქვს უფრო მეტად ინტენსიური გემო. ყველაფერს გაავთქვებთ კარგად ხელით, უпроსტად ხელის სათქვეფით და როდესაც ინგრედიენტები ერთმანეთში კარგად გაიხსნება, დავუმატეთ შემდეგ ფქვილი და კარაქის მასა. მოურიეთ კარგად და აქ უკვე გარდაუვალია ის, რომ უნდა მოზილოთ ხელით. ცომი მოზილეთ ხელით. ეს არის ძალიან მარტივი პროცესი და მოზილვის დროს დავუმატეთ 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი. რეცეპტი არის ზუსტი და ზედმეტი. ფქვილი არ დაგჭირდებათ. მოზილეთ ცომი, ისე რომ ხელზე აღარ გეწებებოდეთ. გადაიტანეთ შემდეგ სამზარეულოს პარკზე, მიერთეთ ბრტყელი ფორმა, გადაახვიეთ პარკში და მოათავსეთ მაცივარში დაახლოებით 9 საათით. გულსართისთვის კი მჭირდება 3-4 სუფრის კოვზი თაფლი, 100 გრამი მოხალული და წვრილად დაჭრილი ნიგოზი, 2 სუფრის კოვზი ქოქოსის ფანტელები, 1 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი და 1 ჩაის კოვზი დარიჩინი. ნიგოზს მოვათავსებ თაში და უმატებ ქოქოსის ფანტელებს, დავუმატებ აგრეთვე კაკაოს ფხვნილს, დარიჩინს, აძლევს არაჩვეულებრივ გემოს და ბოლოს შევურავთ თაფლს. მოურეთ ძალიან კარგად, რომ ინგრედიენტები ერთმანეთში კარგად გაიხსნას და მასა გახდეს წებოვანი. მასა უნდა გამოიყურებოდეს დაახლოებით ესე. დაახლოებით 9 საათის შემდეგ ცომი გამოვდგი ისევ მაცივრიდან, გავყავი 2 ნაწილად. და ჯერ 1 ნაწილი გავაბრტყელე და დავჭერი, ხოლო შემდეგ მეორე.
გასამწყელებლად გამოიყენეთ ფქვილი. ჩემს გასამწყელებელზე შემოხაზულია უკვე წრე, რომლის მიხედვითაც გავაბრტყელებ მე ცომს. გაბრტყელებულ ცომს შემოვაჭრევ უსწორმასწორო ნაპირებს გავათანაბრებ კიდევ ერთხელ მე გავჭრი 4 თანაბარ ნაწილად და საერთო ჯამში გამოგვდის 8 ცალი ხვეულო. თითო ჩაის კოვსი, გულსარდი მოათავსეთ შემდეგ ცომზე. შეიძლება უფრო მეტი დაგჭირდეთ, ან შეიძლება უფრო ნაკლები გააჩნია, თუ რა ზომის ცომს მოჭრით. და შემდეგ გამზადებული ცომი მისი გულსარდით გადაახვიეთ ესეთი ხელის მოძრაობით. ბოლოების შეკეცვა არ დაგჭირდებათ, რადგან გულსარდი გარეთ არ გამოდის. როდესაც ყველას გადაახვევთ, გადაიტანეთ შემდეგ გამოსაცხო ფორმაზე, რომელზეც არის დაფენილი გამოსაცხობი ქაღალდი. იგივე გაიმეოროთ ცომის მეორე ნაწილითაც. და გამოაცხეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე დაახლოებით 12-15 წუთი. მალე ცხება და ყურადღება მიაქციეთ. ხვეულები არ უნდა გამოგქთეს ზემოდან. ზემოდან უნდა დარჩეს აუცილებლად ღია, ხოლო ქვემოთა ნაწილი, ძირი კი უკვე ნახეთ, რომ გამომცხვარია. ცხელსვე მოვაყარე შაქრის პუდრა. შაქრის პუდრა მოვაყარე მე ბლომად. ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, მაგრამ მე ვთვლი, რომ შაქრის პუდრით ძალიან გემრიელია. საერთო ჯამში ამ პორციით გამოდის 16 ცალი ხვეულა. და როგორც ხედავთ, ესეთი ხვეულები გამოვიდა შემდეგ, რომელსაც გააყოფ შუაზე და განახებ თუ როგორ გამოიყურება შიგნიდან. ნიგოზის და დარეჩინის არომატიკი კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის ჩვენს ხვეულებს. მე ხვეულების შემდეგ გადავიტანე თავდახურულ ჭურჭელში და გაჩერდება დაახლოებით 1 კვირა. თავზე უნდა დააფაროთ ისე, რომ ჰაერი არ უნდა შევიდეს. და როგორც ხედავთ, ესე მარტივად მოვამზადე ეს გემრიელი ხვეულები. მოამზადეთ, გამოაცხეთ. მე კი დიდ მადლობას გიხდით იმისათვის, რომ ჩემთან ერთად იყავით. რეცეპტს დაგიტოვებთ, როგორც ყოველთვის დაბლა ინფობოქსში.